სოფი, უკვე მეორედ ხარ კარგი გოგო, რომ მეორედ შემოგვირბინე, მეორედ დაგვემშვიდობე, უკვე მეორედ პარიზში გამგზავრების წინ. და უკვე მეორედ წავიდა ჩემი სიყვარული და ჩამწყვიტა გული. განამდენ სატანა შეუძლია ჩემს პატარა გულს. აუ, არ წახვიდე რა, სოფი. ნიკა, მალე ჩამოვალ და ბევრ კარგ ფრანგულ სათამაშოებს ჩამოგიტან, ხო? ვა, მაშინ წადი და მალე ჩამოდი. თეკლას ეჩქარებოდა ვერ დაგელოდა. მაიმე ნეტა აქამდე მეკითხა და ამატყდა ფეხები ამ მაღალ ქუსლებზე. მინდოდა რომ მაგაზე მაღალი გამორჩენები. შიშე, სულ დამავიწყდა. ოხ, როგორ დამავიწყდა? თეკლა მითხრა რომ სოფის უთხარიო რომ ძალიან წყდება გული რომ მიდისო და მალე ჩამოვიდესო. ლაშა მართლა ესე გითხრა? მართლა რაც მითხრა იმას ხო არ ვეტყვი. უი, ხო, კიდე და ის დამავიწყდა. აუ, როგორ დამავიწყდა. ჩემს მაგერად სოფის აკოცეო. მე ნუნუ მითხრა აკოცეო ფრიდონმა. პროფესორმა. უი, მაგათ მეც მითხეს, როგორ ვერ გამახსენდა. და ფიქრობ? კი. მეც ფიქრობ, მიხარია რომ ერთად ვართ. და შენ რაზე ფიქრობ? მესმი მინდა. შენზე და მესვე ფიქრობ. რამდენი შვილი გინდა რომ გყავდეს? აუ 4 შენ? მე 5. აუ რა მაგარია 9 შვილი გვეყოლება. თითებით დაჭერობა ნავითარ. აუ კი, მოდი, დავიწყე. აი დაგიჭირე. აუ პატარა, მაგრამ ერთობით. ხო, მე ისეთი ბედნიერი ვარ, რომ აი ხა თეკლა რომ მინდა რომ ბაბუაჩემს დაურეკო ეხლა, დაურეკავ და ვეტყვი რომ მე და თეკლას ერთმანეთი გვიყვარს და ერთად ვართ და მე ის სიხარულისგან გაგიჟდება, გავარდება ეზოში, დაიწყებს გიჟივით ყვირილს, მე წამოყავს ხოს ფეხს, მე თავს დაარწოს. არ მინდა, სხვა დროს დაურეკავ, მოდი. წავალ ხა წვენს მოვიტან. არა, იყავი პატა, მე მოგიტან წვენს. თეკლა სად მიდიხარ? წვენი უნდა მოგიტანო. მე სამოყვები თეკლა. ხილავ თეკ. შენს პუ. ამოდი. შენს. დაჯიკი. შენს. მადლობა. არა. დავლა. გვაი მე თეკლა ძმარი დაგისხავს. არა, სოფი, ესე იგი ხვალდილას მიფრინავ, ხო? კი, ხვალდილას მიფრინავ. სოფი, ეხლაც იმაგვიძარა უნდა გაგაღვიძოს, წინა გაფრენაზე რომ უნდა გაეღვიძებინე? კი, მაგრამ თურმე უნდა დამეყენებინა. ხო, კი, ეგ ხუდა და ой, სოფი, თუ გინდა მე გაგაღვიძებ, იცი, არ არის პრობლემა. ლაშა, შენ როგორ გააღვიძებ, სოფი, ამას არენდო. როგორ გააღვიძებს და გაყვება სახლში? იქ დაიძინებს, ხულინვას ამოვშებს და სოფის საერთოდ აღარ დაიძინებს.
არა იყოს ლაშა ძალიან დიდი მადლობა წავედი მომენატრები ძალიან კოცნით კარგად აუ წავიდა აუ მოვიდა ელენე დამოგვიარე არა კატო პირიქით მადლობა რომ მოხვედი იცი რატო გთხოვე მოსვლა უნდა გავიდე და ნიკა მინდა რომ დაგიტოვო რა სულ? არა კატო რა სულ ამ საღამოს კი ბატონო რა პრობლემაა? ხოდა რა არის ერთ ბიჭს მინდა რომ შევხვდე მინდა რომ ნიკამ გაიკოცხოთ გეუბნები ხო არ არის პრობლემა დავიტოვებ ლაშა სოფი შემხვდა ახლა რომ მოვდიოდი და წავიდა ხო? კი სოფი წავიდა ანუ ცალი ფრთა მოგწყდა? ქვა რა კარგად უცხარ ცოტა გამხიარულდი დედალების დროა უიცი რას ლაპარაკობ ეკლა იყოს მაინც დავლებ შენი სიყვარული მე ყველაფერს შემაძლებინებს ეკლა ხო იცი როგორ მიყვარხარ რას ლაპარაკს ქვია მოდი მაინც ეხლა ნუ გამოვხსნით ჩვენ ეგროსნობებს და ჩვენ სიყვარულს ხო იცი მიყვარხარ და მოკლედ იყოს მეც მიყვარხარ მეც აი მე მოგიგე აი დროა ეს ადრიულია მოდი რა ხდება რამე სხვა მიმალა რა გავუკეთოთ ლაპარაკობ შენ ჰა უკაცრავად ჩემი დღიურია ეს ჩანაწერებს ვაკეთებ ხოლმე კიდე აგიკითხო გაჩვენა შენ რომ მიყვარდა და რექსი რო დავიწყე აუ კი როგორ არ მინდა აი ნახე შენ სისფერთვალებს ვერ დავივიწყებ ვერ ჩემ ქერათმებს ეს შემეშალა ეს ბრედ პიტი რომ მიყვარდა მაშინ და აი ეს არის მოდი ჩამეხუტე და ესე ტელეფონი დეკასტელა წავალ უპასუხე მე გამოდი სხვაგან მოხდით ხალბატონო ნუნუ პატა ასე მგონია რომ სიზმარში ვარ აჰა მეც და ასე მგონია რომ აი იმის კარი ღია და ოტირია და დაკეტებ ხო შენ შვილო ბესიკი ბობი ამბილი ცუდად გამომივიდა გათიშული ვიყავი და რაღაცა ესე გავაკეთე რომ არა ეგ არაფერი მაგრამ მაინც შეგეძლო დაგეკაკუნებინა და ისე შემოსულიყავი ჩვენს ოთახში საყვარელო გავედი საწავიდა ბობისა ნაყინი უნდა მომიტანოს გიჟდები როცა მჟავეკიტეს ვაყოლებ შეიძლება გავიყავ აი მე შვილოვის ხელში ჩავარდი ვაი მამა სოუზი როგორი იყო კარგი იყო ოდნავ მწარე იყო თორე ისე არაუშავდა კი კიო ასეთი უნდა იყოსო დედამ ასე მასწავლა კარგს რას გასწავლიდა ეს უჩი რა არის აქ ეს ჩემი თქმილი მოგონებებია ჩემი რეკვესტებია თიარგიდან წამოვიღე გამარჯობა დედიკო ერო გიმოგიტანე შე რო გიყოს ტურობს გამოვაცხობინე გამარჯობა რა მაგეთით ლასახებს იდო სიცხვილისგან ალბათ ხო ცხვენი ესეთი წითელთავა და უსაქმური შვილი რო ყავს მცხვენია ხო ინდიგას გაკეთებულმა სოუსმა შემარცხინა ვის ოჯახში ჩემი შვილი შევადოფოსორე ჩევიდა ბედნიერია ის ოჯახი მაგრამ შენ ისეთი უჟული ხარ რა იცი რა არის ბედნიერება რა გინდა მან რა არაფერი გასინჯეთ მამა მადლობა ვაიმე შვილო ვაიმე მოდი აქ ინდირა
აიმე, რას შვები? კარიშტი, თავზე არ დაისვა შვანგირაცეები. მე რომ უყურებდი ბებიაშას ძველი ცხოვრება ღიმლით, კარგი იყო? რას ერთი მშვენიერი ადამიანია ფრიდონი მამა. ვაიმე. ესე იგი კატეგორია ხო იმ ჭითელთავად გაუხეთკავენ თავს და უფრო გაუჭითლებენ ჭითელთავად. დედა სულ დამირეშვილი წავიწოდ გამიქდება. დედა რა. დახება რა მოხდა? არაფერი? აბა ნუ გამოვიდა დავკარგე ინდირა შვილი აღარ ყავსო და ჩამიქროდა ესე კიბეებზე. გამწარებულია ინდირა რომ არ დაემგვანა. ხასიათი. ნიკა რა უნდა ელენეს მძივს აქ? აუტან ოთახში, თორე მე ძებნას დაუწევს. დედას მძივი გაწყვიტე? აიმე, შვიდობით კატო. აი რა ვქნა როგორ გამიწყდა? როგორ მაგიწყდა? თანცარო ხარ მაგიტო. სპორტი იყავით ჩემსავით თანცალა და არაფერს არ გამიწყდა. აუ არა და დედას ყველაზე მეტად მძივი უყვარდა. მატყუებ ხო? არა მძივზე მოტყუება როგორ შეიძლება. ალბათ დედა მოჰყლავს. ჰა? არა, დედა მკვლელი არის. ნუნუს ეთყვის და ის მოჰყლავს. კარგი რა ნიკა, გეხვეწები რა. აუდი. გეხვეწები გამეხმარე, კი ყველა ვიპოვოთ რა. კატო? ხო. ის ფერი თვალი უნდა იყო, ის ყველაზე ძვირ ფასი იყო. ის ფერი? აუ ნიკა, გეხვეწები რა ძალიან ხელი და თელ ოთახს ეფალები, ვერაფერს ვერ ხედავ. მოდი აქ დაჯექი და წიგნი წაიკითხე რა. მე წიგნს წავიკითხო, შენ გაზეთი წაიკითხე. გაზეთი აშუა რატო? დედა რომ მოვა, ხომ მოგიწევს ახალი სამსახურის მოძებნა და ეხლავე დაიწყო. მართლა? ნიკა. დამეხმარე, გეხვეწები, მოდია. მე მოვიფიქრე. დედა ჩემი იცი სად არის? სამსახურში ალბათ საელჩოში? ხო, საფრანგეთის საელჩო გადაიტანეს თათიას ბარში, რომელიმე მაგიდაზე და სამსახურში მარტო დედა და ვიღაც კაცი დატოვა. საიდან მოიტანე რომ დედა ვიღაც კაცს ხვდება? დილით გავიგე ტელეფონზე რომ ვლაპარაკობ. როგორ გაიგე? ელენე რო წავიდა ზემოთ არიყავი? ხო იცი რა მაიმუნი ვარ, შემთხვევით გამეგონა. კარგი რა თქმა უნდა, მე მგონია რომ ძივი მაბავნინე მეკიდა. შენ კიდე რაღაც ისტორიები ვერ გავიგე, რას მიყვები საერთოდ, რა შუაშია ეგ? თუ გინდა მე დავიბრალებ და დედას ვიტყვი, ძივი მე გავწყვეტე, ხო? შენც მოგიწევს მსხვერპლზე წასვლა. რა გინდა შე პატარა ლუციფერო, სული წაიღე. ეს ხუთია ბატონო ფიდონ? ხო, ჩემი კოსტუმები და რეკვიზიტებია. თეატრიდან წამოვიღე, აქ აღარ ეტევა და ამიტომ გთხოვეს თქვენ შეინახე. კი, შევინახავ, არა პრობლემა. ისა. ყავას ხომ არ მიერთმევთ, მამა. არა, შვილო, არა. შვილო, არაო. ხო. ბატონო ფიდონ, ეს ნებონი. ეს შემშლია არა. ალექსანდრე მაკედონელს თამაშობდი ამით. რას ლაპარაკობ, გიცი? ხო, კოსტუმების მხატვარს მადლი დაუჭირეს. ხო და ჩვენც არ ეცალა, ჩვენ კიდე სხვა ვერაფერი მოახერხეთ და აი ამით სპარტელს თამაშობდით. სამასნი რომ იყვნენ. ხო, ლეონიც თამაშობდა კობა ხუციშვილი. ცალფეხა იყო საწყალი, მაგრამ ისე კარგად თამაშობდა, ვერ ამჩნევდნენ, ვერც იმას და ვერ ჩვენ ხუთი რო ვიყავით და 300 რომ არ ვიყავით. ხო, აი ნახე, სპარსელებმა ვერაფერი უხდეს და თაგვებს შეუჭამია. ეს რა არის ბატონო ფიდონ? ეს ჩემი მეოთხე როლია, ჩემო ლაშა, სიკვდილს თამაშობდი. ხო. რა მაგარია სიკვდილს? პრემიერის დღეს. ხო. სცენაზე რომ შევედი, დაინგრა დარბაზი. ვაციები ფექსი ამდგარი უკრავდა ტაშს ხალხი. დამაგვიანდა, დამთავრებულა. პაკლოზე შევედი პირდაპირ. ყვავილები მომართეს. ხო,
მაგის შემდეგ დავტოვე ქარელის თეატრი. წამოვედი. წამოხვედი. ხო. მესა. წავიღებ ამას, ხო? მე ბატონო. ხო, წაიღე. დიდი მადლობა, ლაშა, დიდი მადლობა. გაწუხებ, ლაშა, მაგრამ არა, წაიღე. შვიდობით ჩემო ტკბილო მოგონებებო. დედასთან და იმბიშთან მიხვა და ისე მოიქცევი რომ ერთმანეთს დაშვებდნენ. ეგ როგორ? როგორ და იმბიშ თავს მოაწუნებ. დედა იეჭვიანებს და დაშორდება. მე მოვფიქრებ მამას როგორ შევარი. არა. მე მაგას არ გავაკეთებ. არა, მორჩა, მაგას არ გავაკეთებ. რას გეუბნებოდი საერთოდ? შენ ხო ყავს მამა და როგორ გამიგებ? რამდენჯერ მიოცნებია მამას ეკოცნო ძილის წინ. ეგ მძივი არ არის პრობლემა, მე დავიბრალებ. მეჩხუბება დედა, მაგრამ რა შეიძლება? მეჩხუბოს და მეჩხუბოს. რა მაგარი მსახიობი ვარ? ანუ ელენემ რო გაიგოს გამაგდებს? შენი გადასაწყვეტია, ეხლა გავიგებს თუ ცოტა მე. სად უნდა წავიდეთ, იცი? ხო ვითხარ, თათიას ბარში თქო. მაპატი ელენე? აი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოგდოდით და ჩავალ მაფიაში მიყიდი ამ წამებს საფიქარ. ყველაფერს ნახვამდის პარკებოდეთ. მოდი ბატონო, რა ხდება ხუშტობა? ვისა, კი, ვაშა, ეხლა მშვიდობა, მე პატა დავაბოდით, მაგიბის ირგვლივ დავაბოდით, ასკინკივით, ხო და მე იმ ალყა დაჭრი უყალ ხალხებს ვესროდით ესმენებს და მე პატას ხვიში შეეყარა, შავიწიწაკა შეეყარა ისე და ის ძალიან ხმაც დააცემინა და დაარტყა თავი მაგიდან და მე საწრაფო გამოვიდა, ეხლა კარგად არის და წამები უნდა ვიყიდო. ესა თეკა შენ რაღაც დაბნეული მეჩვენები. ხოდი შენ დარჯი პატასთან და მე ჩავალ წამებს მე მოვიდა. არა, იყოს რა დაბნეული ვაშა, მართალი ხარ, შენ ჩადი და მე დავრჩები. სულ არა ხარ დაბნეული. პატა. აუ. Adeki pata. Adeki pata. Წასვლის დრო. ვინა ხარ შენ? სიკვდილი ვარ პატა. აი თავი რო ჩამოვარტყი, ცოტა ზედმეტი მოგივიდა, ხო ხვდები რა. რას გაჩუმებულ ხარ? ახლა უნდა თქვა ის ჰაიმე, მთელი ცხოვრება რო შევჭამე. ჰაიმე! არ მომეკარო, რატომ მოხვედი? ორი თავი ხახვი მინდა, რატომ მოვედი? აბა, წავედი პატა, დრო არის ახლა, დრო. არ მომეკარო, ცუდი პატრონში დავრეკავ, არ მომეკარო. გეგო ფაიგ მაიმუნობა წამოდი. მე გამანებე თავი, რა გინდა გამანებე თავი, რატომ მოხდი? წამოდი მეთქი, წამოდი. რა გინდა? წამო, კარგია, როგორ წამოვიდე, როგორ? ვერ ხედავ რომ უხვები მეკოთება, ჰა? ვერ ხედავ რომ უხვები მეკოთება, შეხედე, აი. ვაი, არ წამიყვანო, გეხოცები რა. ჯერ არ წამიყვანო რა, მე ხომ ნორჩი ვარ. არა, გასაგებია, მე მესმის თქვენი ბატონო სიკვდილო, მესმის თქვენი, რომ თქვენი სამსახური და თქვენი მოვალეობაა და უნდა შეასრულოთ. გასაგებია, რაც დაგავალეს, მაგრამ აი რომ მოიტყუოთ, რომ მაგალითად ვითომ ვერ ნახეთ. მოიტყუოთ და წასულიოთ ხარაგაულში, რა შეიძლება, აჰა.
რა ხნა პატა, სიკვდილი ვარ და უნდა წაგიყვანო. ვაიმე, გაგიჟდება ბაბუაჩები. ვაიმე. სამაგერო დებიაშენს გაუხარდება. ვაიმე, ბებო, რა გინდა, რას მეჩი, რატომ მიყავარ? ბატონო სიკვდილო, ისა, უკაცრავ, თქვენ რა გქვიათ? კახა. ბატონო კახა სიკვდილო, იქნება თქვენ გეშლებათ, მე ის კი არ ვარ, ხა თქვენ ვიტანათ მოყოლით. გეშლებათ თქვენ არ ვარ მე ის. შენ პატა გიორგის დეფერაძე არა ხარ? აი ბატონო სიკვდილო კახა. აი რაც ნიშნავს, როცა ქალაქში არის ორი პატა, ორი გიორგის დე. აი რა. თქვენ წარმოიდგინეთ ორივე ფერაზე. აი სად არის? კარგად იხუმრე, გამოგადგება იქ. დაბლა. სადაბლა, დაბლას ბიჭი ვარ მე კაცო რა დაბლა. ეს ლაპარაკო, დაბლას ბიჭი ვარ ეხლა მე არ გინდათ რა. ძალიან თუ იქნება. ვაიმე, სულ გავითიშე, რანაირად ფიქსები, აბარა დაწესი ეხა ჩემი საქციელი, დავზრდით. თუ თქვენ არ ჯდებით ხო? ის ბატონო სიკვდილო, არაჩვეულებრივი. არა სუფთა წითელი ღვინო მაქვს, სუფთა წვენი, ეგმა კიდე დედალი მაქვს სოფლის წყემაში, როგორია, ხო, ისე ხო. ანუ ზევით. არა, დაბლა წამოდი გელოდები. დაბლას ბიჭი ვარ მე, რა გინდათ, რატო უნდა წამოვიდე? გამანებდე თავი, არ შეიძლება რომ ბატონო სიკვდილო, კარგი ნუ მიყურებ ეგრე, მოვდივარ, ოღონდ ერთი სურვილი უნდა შემისრულოთ სიკვდილისი. გისმენ. იცით რა არის ბატონო კახარო? მე ბევრი კი არაფერი არ მინდა, უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა, რომ ოღონდ ჩემი შვილთაშვილი სტუდენტობას მომასწორო და მეტი არაფერი. ისე პირველი ხარ ვინც სიკვდილის წინ ხუმრობს. წამოდი კაცო, გვეჩქარება. გელოდებიან დაბლა, წამოდი. კარგი მოვდივარ. ოღონდ ერთ რაღაცას დამპირდი რომ ჩემს მეგობრებს არ მიაკითხავ და საერთოდ გაანებებ თავს. ლაშას ელენეს და თეკლასთან არ დაგინახო მისული. ან თუ მიყო ძალიან გვიან. გაკეთილი ხარ. კარგი. ჯერ არ წაგიყვან. მართლა ჯერ არ წავიყვან. ერთო საათში გამოგივლი და გაემსა. ბატონო სიკვდილო. აბა ორ საათში. ვაიმე გუხრეთ. ვაიმე. რა ხდება? იგი არ მოსულა ხო ჯერ ასრზე? არა, საერთოდ არ განძრეულა. პატა. ვაიმე, უბის თქვენ. ლაშა თეკლა თქვენ ხარ. გაინამართ კი. ანუ ჯერ არ მოსულა ჩემს საყვანად, ჰა? არ არის დრო. ვინ უნდა მოსულიყო? აბა მე რა ვიცი. მე ძალიან მომწონხარ, უბრალოდ არ მინდა რომ ავჩქარდეთ. მოგესმის, არ მინდა რომ ნიკას გული ვატკინო. კი. ესმის შენ. ელენე, აქ ხარ? ხელს ხო არ შეგიშლით რომ დავждე? არა ხო? ძალიან კარგი. კატო, ნიკა სად არის? ნიკა ლაშას დაუბრუნდე. ხო, კარგად არის. კი, ძალიან კარგად არის, ძალიან წესიერი და კარგი ბავშვია. ხო, თქვენ გიყვართ ბავშვები? დიახ. მე გიჟდები ბავშვებზე, მაგრამ მეც გაჩენის მეშინია. არ მინდა რომ ეს მუცელი დამრჩეს. ელენე, შენ ძალიან დიდი მუცელი დაგჭა, ხო? ხო, კარგად ხარ? კი, ელენე, ვაიყო. ეს სიმპათიური ახალგაზრდა ვინ არის? გაიცანი დიტო, კატო. სასიამოვნოა. ვაიმე!
შემოვა. ჯენტლმენია. საყოველად გასასიამოვნოაო. მე საყოველად ჩაახველა შერთხვა. ელენე, საყოველად დუმს. კატო, რანაირად იქცევი? ელენე, ისი რა ვიფიქრე? აი კატო და დიტო, როგორ უხდება რა ეგ სახელები ერთმანეთს? კატო, დიტო, კატო, დიტო. აი ელენე და დიტო საერთოდ არ უხდება ერთმანეთს. ხო, დიტო? კატო, ხო კარგად ხარ? არა. ძალიან ცუდად ვარ, გავიყინე, მცივა, ნეტა ვინმე გამათბობდეს, ნეტა ვინმე ჩამეხუტოს. ხო, დღეს ძალიან ცივა, 31 გრადუსი სითბოა გამოცხადებული. აი მე ელენე, არ მითხრა რომ ეს დიტოა? ხო, კატო, ეს ის დიტოა, მე რომ გეუბნებოდი. ხო, დიტო, მაჩვენი ხელები. ისეთი მოკლეთითები აქ როგორც ამბობდი. ხო იგი ლევანზე თქვი, იმ დღეს რო შეხვდი გუშინ თუ გუშინ წინ. ხო და ამაზე თქვი რომ თლიფინებსო. ხო? კატო თლიფინებს. კატო, გონი შენი სახლში წასვლის დროა. კი ბატონო. ვაიმე! ეხლა ფეხზე ფეხი შენ მომისვი ელენე? არა, კატო. დიტო შენი ყავი? არა, რა სამბობ. ნუ თქვენია ელენე ახლობელია. იცი ელენე ჯობია მე წავალ და შენ დამირეკე. გამიხარი? მე ნახვამდის კარგად. კარგი დიტო დაგირეკა. კაი დიტო როგორც ყურში მითხარი ისე მოიქცე ხო არ უხალ ექსზე. კატო. რაქჩი. გიხოთები მაგათია ჩემი ბრალი არა შენი მძივი გამიწყდა და ლარიდან ლარამდე აგინაზღაურებ ყველაფერს. რა მძივი? აი ეს მძივი ძალიან რელიკვია ბებიამ რო დაგიტოვა ციფერი თვალი რო აქვს. ნიკა მითხრა. ნიკა? ნიკა! მიცანი ხო? თეკლა, როგორ არის ახლა პატა? კარგად, გადარჩა რომ ტვინი შერყევა არ აქვს. ეხლა დაიძინა მე ბულიონი გავუკეთე და უნდა გავუყარო. ვა, ბულიონი კარგია. ისე თეკლა, ცოტა აქაც დატოვე, ხო? ნუ ალბათ მიხვდი რომ ეს ცოტა სიმბოლური ნათქვამია. ბევრი დატოვე. როგორ გამოპრანჭუ ხარ გიხდება პუ? ვა, პეტო, მიდი ხარ სადმე? ილაში, კი. პატა, მივდივარ. მალე მოხვალ? მე არა, მაგრამ თქვენ მოხვალ ჩემთან თავიდანვე. პატა, რა გჭირს, აუცნაურად ლაპარაკო. თეკლა, ეთყობა ეს თავი რო დაარტყა, ჯერ კიდე არ არის კარგად გამოშუშებული. ნუ მიაქცევ ყურადღებაში. აი ეს მომისმინეთ. აი ეს ხორბალი მოვიტანე დაგჭირდებათ და. მოდი გაჯექი დაისვენე, აქ შეიცირა გემრიელი ბულიონი გავაკეთე დაჯექი და არა თეკლა, საცალია მე დასაზდომად, აი ელენეს მივეხმარები, ჭურჭელს დავრეცხავ გამი. მოიცა პატა, გავრეცხე უკვე. ხო, გასაგებია, მაგრამ სად დავალაგებ, დავაუთოებ, რაღაცას გავაკეთებ. პატა, რა არის ეხლა, რა რეცხვა ხეხვა აგიტყვა, გამაგებ. რა იყო ლაშა და ელენეს მინდა, გამიგეთ რომ ელენეს მინდა რომ დავეხმარო, კეთრის საქმეებს ვაგროვებ ლაშა. ეს არავინ არ იცის, კაცმარიცის, სად როდის, როგორ ადაგჭირდება, გაიგე ელენეს მინდა რომ დავეხმარო. აეგრე. აბა, კარგი პატა, დაჯექი დამშვიდი დაწმარდი. მე და ლაშა ლაპარაკობდით ცოტა ხნით, საწავიდეთ ზაფხულში დასასვენებლად. ლაშა თქვა ურეკშიო. ჰა? კი, ურეკი ძალიან კარგია პატა. სიწყნარეა იქა, სიმშვიდე. თან ეს მაგნიტური ქვიშები დაიმარხები ამ ქვიშაში ეს ხლები დაგიმაგრდება. არ მიდაიცო. გაწვდიცო. სიმშვიდე და დამახვარ მიხსენო გაჩერდი. რა, დამშვიდით. აბა საწავიდეთ.
ვიცი, ეკლა რა ვიცი, თქვენ წამითორე მე. მისე შენ არ წამოხვალ? არა, ეკლა მე საწამო, დადი თქვენ დაისვენეთ, რომ მე რო დავისვენებ, ისე დაისვენოთ, თქვენმა მტერმა ისე დაისვენოთ. ატა, მაშინებ, აღარ გიყვარო არ? ვაიმე, ეკლა მაგას როგორ მეუნებით, ეკლა როგორ არ მიყვარხარ, ეკლა ძალიან მიყვარხარ და ცხოვრების ბოლომდე მეყვარებით, ეკლა რას ლაპარაკო, მაგას როგორ მეუნები, აბა? ცხოვრების ბოლომდე, ეკლა რა თქმა უნდა. კი, რა პრობლემაა, ეკლა? კი. ეკლა, მოდებს შენ არ ინერვიულა, ხო? ეთყობა რაღაცა გადაიღალა, ცოტა დაწყნდება, დამშვიდდება, შენ მაგაზე არ იფიქრე, მოიჩადე. მე მივხენა პატას. პატა. ბატონ. წამოდი. ჩაგიყვანო დაბლა. დაბლა. გაგინდა ლაშა შენ რა გაგინდა დაბლას ბიჭი ვარ მე გეკითხები არა პატა ჩავიდეთ ბარში ლუდაგალევინეთ მეთქი რა იყო კაცო რა გასაგებია ხო არ მინდა წადი შენ დალია ოღონდ ღვინო და ხვალ და სამიჭო პატა რაღაც არ მომწონხარ შენ ლაშა ისი აქამდე როგორ ვერ ხვდებოდი და გალამაზი თვალები ქონია ბიჭო პატა წამოწექი მე მგონი ჯერ არ შეიძლებოდა ადგომა შენთვის წამოწექი ავალ დავისვენებ რა დავწები იქ მეყოფა დასვენება და ავალ დავგები ცოტა ხანი მიხმები რა ვიცი ბაშა აბა ერთი წუთი შემომხედე აბა ეს ფაქტურა მიხდება პატა ეს ლაპარაკობ ეხლა რას ნიშნავს ეხლა კარები როგორ უნდა გიხდებოდეს გამაგებია გასაგები ესეთი ტაბლი არ მიხდება გასაგები აი რა ვიცი ხალხო წავალ შენთვის დავჯდები სამდენ რაღაცა მაგ დასალაგებელი დასაწერი ანდერძი უნდა დავწერო მოკლედ ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ სახს უტოვე ბაბუაჩემს რა უცნაური ანდერძია წარმოიდგინე რა უცნაური სახს უტოვე ბაბუაჩემს კარგი ხა პატა რა დროს შენი ანდერძები და ეგეთები არ არის ხვენია კაცო პუტყუნო და ცისფერთვალებო ბიჭო მოგისმინეთ ჩემი დღეები დათვლილია რატო არ გესმით თქვენ დათვლილია ჩემი დღეები 1 2 3 მაინც იყოს 1-ია მარტო 1 შენ შიში ვეღარ შეხვარ მეზობელთან რას მოყვები მეზობლებთან მოვედი შენ მომყვები ეხლა მე მეყვები თუ შენ მომყვები აკურში ხარი უნავიდე ბავშვები ნახო მეთქი საქმე არ მქონდა არაფერი დამოვედი გამარჯვებათ როგორ ახლა კარგი მართლა და მართლა უკვე აღარ შემიძლია ეს მე ვარ რა ხარ რა მეჯღანები აქ ამხელა კაცი რა როგორ იქნები არა თქვენი რა ეხლა მე რა თქვი და მომყვები და პოდკასტი ეხლა არ გინდა მართლა ქალბატონო ნუ აკი დაწნარდი ერთი წუთი ხალხო დამშვიდით ვა რა კით რა მოგივიდა შეიძლება სულ ერთმანეთთან ჩხუბი და კამათი და ერთმანეთს უნდა ჭამოცულს ჩემი ცხოვრება კაცო არ მოგვეძათ არ მოგივიდა წელში მოეფერეთ ერთმანეთს მიუჯექით მოესიყვარულეთ და ელაპარაკეთ თბილად რა დაგჭერიათ მეტი ამ ცხოვრებაში ხალხო რა კით ვერ გავიდე ჰა რატო მე რამეს ლაპარაკობ გაუგებრათ ქალბატონო ნუნუ მომისმინე ერთი წუთი რომ დადიხარა თელი დღე რომ ჯაჟღანე ახლა მომწაბო ამოვიდა წელში ერთი დღე რომ გაჩერდეთ ერთი დღე მეზობლები რომ დაასვენოთ არ შეგიძლიათ ერთი დღე მაიცა ჰა მე ეს გიჟია ლაშა არ არის გიჟი რატო მომისმინე ბატონო ფიზონ რომ დადიხარ და შეგვჭამეთ ტვინი რომ შეჭამეთ ამ თქვენი უარზრო არტისტიზმი და რაღაცა ლექსები და იმეებით ნეტა ვინმეს რამაში მაინც აინტერესებდა აი თქვენი რაღაცა უარზრო არტისტიზმი ერთი კაცი მაჩვენებს ერთი ადამიანი ვისაც ეგ აინტერესებს და გავჩუნდები ეს გიჟია მართლა მომისმინეთ ეხლა სუყალა თქვენ სუყალა მომისმინეთ მე დასაკანკი არაფერი ახლა ყველა ფერი უნდა გითხრათ ეგრევე რასაც ბატონო ნუ და ბატონო ფიდან მომისმინეთ ერთი წუთი კარგი გაჩერდი შენ შენთვის სასმელი რიცი ჩადეკი ხალხი მელოდება შენ არა
ეხლა შენთან არაფერი ყოველ შემთხვევაში კარგი სმეტი არაფერი გამშვიდი მომისმინეთ ეხლა ქალბატონ ნუნუ და ბატონო ფრიდონ და ყველა შენ მომისმინე მართლა მე რაღაცა შეკვიდა მოდი შენ გადაწყვეტე მე რა უნდა თუ არ უნდა დიდხარი ერთი რა უნდა გეტყვი დღეს შენთან საქმე ნახე ყველაფერი იყო ტყუილი მე ვიყავი ის მე ვიყავი მე მოგატყუე გაგეხვი რა მე ვიყავი ის კახა ვიყავი მე თქო კახა ვინ არის არის ერთი არის სოფში არ მოვაჩენ თან კახა არა აიმე ეხლა ნეტა მართლა მოვიდეს კახა და კახა სათხარ ზევით ხათი კახა ვინ არის კახა კახა რა სამოდეთ ახლა რა უნდა გითხრა ერთ მაინტერესებს რა ხათ ხუთი უნდა გითხრა ხალბატონო ნუ რაღაც უნდა მოგიყვე უნდა გითხრა არა რა უნდა გითხრა ჩემთვის რა უნდა გიგონე ფლაშას ველაპარაკებოდი არა მე მითხარ უნდა გითხრა რა უნდა მე ხო აი ჯერ რა გაინტერესებს დავიწყოთ იქიდან ხო მე ხო გიჟია კაბტო მე ხო გიჟია როგორ არა პოლიცი შემოხედე კი არ მე გიჟია რა შეუხედა მე ვარ ჩადაგიდი გიჟი ვარ კაბტო დამიძე მე ვარ გიჟი ხალხო აი უყურე ესაკეთე გიჟი ვარ მე ვარ გიჟი ვარ ამადა მე თავი მე გიჟი ვარ წავედი მე გამანები წავედი გამანები ხატა მეც მოვდივარ ლაშატო რონჯატე მობისმინე ეხლა შენ რაც მეუბნებოდი შენთანაც რას დაბლა გელოდები მე აწუჩი გელოდები დაბლა გელოდები მე შენ და იგავარ თეკლა მიდი ბუის წამოიღე რა ქვია იმას რა ქვია ბულიონი წამოიღე მიდი გელოდები უყურე ამას თეკლა კუჭები ჩაყარე კუჭები არ დაგოიღე მიდი გელოდები წამოიღე ბულიონი წამოიღე დაბლა გელოდები მე შენ აწუჩი მოდი დატოვე ცოტა ნაგდე ნიკა ეს როგორ მოიფიქრა მე ვისელაპარაკები ეს რა მოგაფიქრებინა რა ვიცი ნიჭიერი ვარ ხო იქ ნიკა ნიჭიერი კი არ ხარ ძალიან ცუდად მოიქეცი ელენა მოვედი სოფი ვა სოფი მოიცა სოფი შენ ახლა პარიზში არ უნდა იყო უნდა ვიყო მერე მაღვიძარა მარდარეკა გარეკა აეროპორტში დროზე მივედი მაგრამ როდესაც მივედი აღმოაჩინე ბილეთები და საბუთები სახლში და მჭაი მითხარი მაღვიძარას არ უნდა ქონდეს ის ფუნქცია რომ შეგახსენოს ბილეთები და საბუთები უჯრიდან ამოიღო არა არ უნდა ქონდეს ბილეთები და საბუთები რომ ჩანთაში ჩადო ესე მაგაზე კი არ მიფიქრია როგორ რა ვიცი ნიჭიერი ვარ თქო ვიძახი მაგრამ არ ჯერათ ნიკა